თან 2009 წლიდან მე-5 წელია რაც ანჩისხატის გზის გაცოცხლება ხდება მისი კანონიკური ასლით სალიტანიო ანჩისხატით დღეს თაბორის მთაზე უკვე მე-5-ით არის დაბრძანებული ეს ხატი სხვადასხვა ქვეყნიდან მოედინებიან აქ მორწმუნეები და თითქმის ყველა მიეჩვია რომ ეს ხატი უნდა ბრძანდებოდეს თავისი კუთვნილი ადგილიც კი მიუჩინეს პატრიარქმა თეოფილემ ჩაატარა წირვა იერუსალიმის პატრიარქმა ღრუბელი გადმოვიდა ეს უტყუარი ნიშანია ისევ მართლმადიდებლობისა როგორც აღდგომას ცეცხლი გადმოდის და ეს მადლი მოფენოდეს სრულიად საქართველოს ყველა ჩემ თანამამულეს ულოცავ ამ დიდ დღესასწაულს ფერი ცვალების მადლი ეწეოდეს ჩვენს სამშობლოს და აი ეს მადლი მოფენოდეს ჩვენ საქართველოს და მთლიან სამართლმადიდებლოს მადლი ღვთისა და წყალობა და აი ეს ხელთუქმნელი ხატის კიდევ გზა შემობრძანდება მარიამობას ანჩისხატობას ეს ხატი და ასე ვთქვათ აი ესეც ჩვენი ეს პატარა ნაბიჯების აქაური ქართველები რომლებიც დახვდნენ ამ ხატს მათი ლოცვა შესწეოდეს სრულიად საქართველოს იმიტომ რომ ძალიან დიდი სასწაულება არის ჯერ ამ თისადმი სასწაულისადმი და თითქოს ეს ნაწილი გახდა აი ამ ლიტურგიის აი ამ პროცესის კიდევ აი ანჩისხატის შემობრძანება ფერიცვალებას თუმცა ქართველები ლოცვის დაწყებისას მოაბრძანებენ შემოაბრძანებენ ხოლმე აი ამ ხატს პატრიარქისა და წინამძღვრის მამა ილარიონის იღუმენი ილარიონის ლოცვა გაუთხებენ ამინ